ხო და ბოლოს გაირკვა ზუსტად რატომ ჩამოვიდა კიტ კელოგი კიევში და რატომ დაიწყო კრემლში ისევ საუბარი ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრაზე. გამოცემა The Times დღეს იუწყება, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ წარადგინა წინადადება რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას. რუსული და უკრაინული ჯარების ფრონტის ხაზიდან ორ მხრივად უკან დახევას და ბუფერული ზონის შექმნას მესამე მხარის მმართველობის ქვეშ. უკრაინული მხარე ამ გეგმაზე მუშაობდა დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან და ევროპელ ოფიციალურ პირებთან ერთად. არსებობს დიდი ალბათობა, რომ უკვე სამშაბათს ვატიკანის წარმომადგენელი ამ წინადადების დეტალებს პირადად გადასცემს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. პარალელურად უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა იდუმალად განაცხადა, ციტატა: მოლაპარაკებებს სიჩუმ უყვართ, მე უყვართ, ჩვენ ვეცდებით უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების განახლებას. ამავე დროს კრემლში სერიოზულად იმედოვნებენ, რომ დონალდ ტრამპი ნოემბერში პეკინში ოსიანის სამიტზე ჩაფრინდება და იქვე იქნება პუტინიც. და ისინი იმედოვნებენ, რომ აშშ-სა და რუსეთის ორი ლიდერი საბოლოოდ შეხვდებიან ერთმანეთს. მოკლედ, მოდით ახლა ერთად დეტალურად განვიხილოთ მთელი სურათი, რადგან ასე ჩანს, რომ ისევ ახალი მოლაპარაკებების ციკლში შევდივართ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყეთ კომენტარის დაწერა ამ ვიდეოს ქვეშ. შეიძლება არა ახლა, არამედ ბოლოს, როცა ბოლომდე უყურებთ. ამისთვის მადლობას გეტყვით. პრეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ წარმოადგინა წინადადება რუსეთისა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტის შესახებ. უკრაინული მხარე, როგორც იუწყებიან, ამ გეგმაზე მუშაობდა ტრამპის წარმომადგენლებთან და ევროპელ ოფიციალურ პირებთან ერთად. დავიწყოთ თავად გეგმით, რომელიც ზელენსკიმ წარმოადგინა. შემდეგ კი მის სიტყვასიტყვით ციტატას მოგიყვანთ. ჯარედ კუშნერთან და სტივ უიტკოთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა ეს განხილვა ერთ ჩარჩოში მოგვეყვანა. რა რეალური შესაძლებლობებია? არსებობს შესაძლებლობები ომის დასრულებისთვის. ამერიკელები სურთ ეს ჩვენთან და რუსეთთან ერთად განიხილონ. მოკლედ რო ვთქვათ, არსებობს ერთი იდეა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს არის მთავარი. მეორე ნაწილი, რაც ამერიკელებმა შემოგთავაზეს, ეხება თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენ და რუსები ვდგამთ თანაბარ ნაბიჯებს უკან. ვქნით ბუფერს, რომელსაც ეწოდება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, გარკვეული ადმინისტრაციის ქვეშ. ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად რომელი. ეს იქნება რაღაც ეს მესამე მხარე. და მესამე, რას გააკეთებენ ევროპის კავშირი და ნატო და რის გაკეთებისთვის არის მზად უკრაინა. შემდეგ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იდეები მხოლოდ უკრაინული არ არის, ციტატა. ეს არის ერთობლივი იდეები ამერიკელებთან და ევროპელებთან, ასევე ამერიკელებს ჩვენ და რუსებს შორის დასრულებული განხილვების შედეგი. როგორ მოგწონთ ასეთი შემოbrunება? ყველა მხარემ დადებითად გამოეხმაურა. არავის არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა. კიდევ რამდენიმე იდეა არსებობს ამერიკულ მხრიდან, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია. ისინი ეძებენ შესაფერის მომენტს, რომ ეს იდეები გააჟღერონ. ჩვენ ველოდებით მათ. ანუ როგორც ხედავთ, კულისებს მიღმა მოლაპარაკებები მაინც გრძელდება. როგორც არ უნდა აკეთებდნენ საჯარო განცხადებებს ყველა მხარე, კულუარებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს და აღმოჩნდა, რომ უკვე არსებობს გარკვეული დამუშავებული ვარიანტები, რომლებთანაც თანხმდებიან როგორც ამერიკელები, ასევე უკრაინელები და რუსები. საერთოდ ახალი სამშვიდობო გეგმის არსი იმაშია, რომ საბრძოლო მოქმედებები წყდება, უკრაინული და რუსული ჯარები ერთნაირ მანძილზე იხევენ ფრონტის ხაზიდან უკან. და ამ ორ ხაზს შორის არსებული ზონა ხდება. ამავე დროს დონალდ ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი კიტ კელოგი აცხადებს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დასავლეთი და პირველ რიგში აშერეში აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთისად. შემდეგ კიტ კელოგის ციტატა. ვაღიარებთ თუ არა კრივიმს როგორც რუსეთის ტერიტორიას? არა. იგივე ეხება დონბას, ლუგანსკს ან დონეცკს, ხერსონს ან ზაპოროჟიეს. ისინი უბრალოდ ოკუპირებულია და ესაა ყველაფერი. ჩვენ ამას ვაღიარებთ. და მომავალში შესაძლოა არა ხვალ და არც ზეგ, მაგრამ ისინი უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნდებიან. ითხოვინებიან, რომ შემუშავებულ მშვიდობის წინადადებას უკვე სამშაბათს გადასცემენ რუსებს ვატიკანის წარმომადგენლის მეშვეობით. რატომ შეიძლება სწორედ ვატიკანი გახდეს ეს გადაცემის არხი? აქ საინტერესო მომენტია. საქმე იმაშია, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოვისა და ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის ვიზიტი მოსკოვში გადადებულია. ანუ არ გაუუქმებიათ, მაგრამ ნამდვილად გადადეს.
მცირე ალბათობა, რომ ეს ვიზიტი აგვისტოს ბოლომდე შედგეს. ამიტომ არსებობს საფუძველი მისი გადადების. ამის შესახებ განაცხადეს თეთრ სახლში. და ადრე სხვაცხარო იუწყებოდა, რომ ვიტკოვი და კუშნერი შეიძლება ეწვიან როგორც კიევს, ასევე მოსკოვს ამ თვის ბოლომდე. ანუ კიევსა და მოსკოვში ვიზიტის გეგმა არსებობდა. მაგრამ სწორედ მოსკოვის ნაწილი გაიჭედა. ამიტომაც მე უკვე ადრე ვარაუდობდი, რომ სწორედ ამ მიზეზით ჩამოვიდა კიევში კით კელოგი. იმიტომ რომ ის სწორედ უკრაინულ მიმართულებას კვლავ კურირებს. ამავე დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის კვლავ შეხვდეს ამერიკელი ლიდერის წარმომადგენლებს. მაგრამ საკითხავია, რა წინადადებებს ჩამოიტანენ ისინი. ამიტომაც იქმნება ასეთი ლოგიკური ჯაჭვი. რადგან პირდაპირი ვიზიტი ვიტკოვისა და კუშნერის მოსკოვში ჩიხში შევიდა, ხოლო ოფიციალური არხი აშკარად ფრთხილობს. ამიტომ გამოიყენება ალტერნატიული, ნაკლებად პოლიტიკურად დატვირთული არხი. ანუ ვატიკანის მეშვეობით, რომელიც უკვე არაერთხელ გამოდიოდა შუამავლად ამ ომის ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ საკითხებში. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკების საჯარო ნაწილი რეალურად მზადდება. წინა დღეს რუსეთის დიქტატორის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვოლოდიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი შეხვდებიან და მოლაპარაკებებს გამართავენ, თუ ისინი დაესწრებიან აპეკის სამიტს ჩინეთში. თუმცა ჯერჯერობით ამერიკული მხრიდან ამ საკითხზე არანაირი სიგნალი არ ყოფილა, აღნიშნა პუტინის თანაშემწემ. გახსენებთ, რომ აპეკის სამიტი წელს ჩინეთის შენჟენში 18 და 19 ნოემბერს გაიმართება. ჩინეთმა, რომელიც მასპინძლობს ამ ფორუმს, სამოაყენა ლოზუნგი აყვავებული საზოგადოების შექმნის შესახებ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში და განსაზღვრა 3 ძირითადი მიმართულება მუშაობისთვის. ეს არის გახსნილობა, ინოვაციები და თანამშრომლობა. ამავე დროს შეგახსენებთ, რომ უკვე სექტემბერში ტრამპი ვაშინგტონში მასპინძლობს სი ძინპინს. ახლა კი გავიხსენოთ ბუდანოვის განცხადება. და აქ მნიშვნელოვანია, რომ მისი აზრი არ გავამართიოთ. შემდეგ მოვიყვან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ციტატას. მოლაპარაკებებს სიჩუმე უყვართ. ჩვენ ვეცდებით უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები განვაახლოთ. მაგრამ ამავე დროს მან დაამატა ძალიან პრინციპული შენიშვნა. ციტატა. მე არ ვამბობ, რომ ახლა სრულად შევაჩერებთ ომს. ეს უფრო ტექნიკური მხარეა. ანუ ბუდანოვი პირდაპირ განასხვავებს ორ სხვადასხვა პროცესს. მოლაპარაკებების პროცესის განახლება როგორც ასეთი, ეს ერთი საკითხია. ხოლო რეალური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა სრულიად სხვა რამეა. ეს ბევრად უფრო შორეული და საერთოდ არაგარანტირებული საკითხია. ფორმულირება მოლაპარაკებებს სიჩუმე უყვართ. თავისთავადაც შინაარსიანია. ის მიანიშნებს, რომ რეალური დიპლომატიური მუშაობა ახლა შეიძლება არ საჯარო განცხადებებით, არამედ სწორედ დახურული არხებით, მაგალითად, ვატიკანის შუამავლობის მსგავსად მიმდინარეობდეს. და ზელენსკი მათ ამას მიანიშნა. და რაც საჩვენებელია, რუსებიც ბოლო კვირებში ამბობენ, რომ მოლაპარაკებებს სიჩუმე უყვარს და მოლაპარაკებები ჩრდილში გადავიდა. ნიშნულოვანია ასევე უფრო ფართო კონტექსტიც. ვლადიმირ ზელენსკიმ წინა დღეს უარყო ომის დროს არჩევნების ჩატარების მოწოდებები და ამ იდეას ცუნამი უწოდა, რომელიც ქვეყანას გახლეჩს და გააფრთხილა, რომ არ შეიქმნას შიდა განხეთქილება სამოქალაქო და სამხედრო პირებს შორის. ეს არის პირდაპირი საჯარო პასუხი ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის მოწოდებაზე ომის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ, რაზეც ჩვენ ცალკე გამოშვებაში ვისაუბრეთ. მაგრამ ეს ასევე სიგნალია, რომ პრეზიდენტის ოფისი შეიძლება კონცენტრირებული იყოს მშვიდობის პროცესის ახალ რაუნდზე და მისი შედეგების მიხედვით უკვე მიიღება გარკვეული გადაწყვეტილებები. ტერიტორიული მდგომარეობის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქი თითქმის სრულად გათავისუფლებულია ბინძური რუსი ოკუპანტებისგან. რუსეთის კონტროლის ქვეშ რჩება მხოლოდ 10 კვადრატული კილომეტრი ოლქის ტერიტორიიდან. მან დაასახელა მიზნად ტერიტორიული პარიტეტის მიღწევა 26 წლის ბოლომდე. დღევანდელი მდგომარეობით რუსეთმა 26 წელს ოკუპირა 990 კვადრატული კილომეტრი. ამ წელს უკრაინამ გაათავისუფლა 820 კვადრატული კილომეტრი. ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიდევ ერთი ლოკალური ოპერაცია უნდა დასრულდეს აგვისტოს ბოლომდე. თუმცა ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, რომელი ოპერაციაა ეს. ანუ აქ ინტრიგა რჩება. რაღაცა დაგეგმილია. და დღეს სხვათა შორის მეც მოვისმინე ესეთი ინსაიდერული ინფორმაცია, რომ აი დღეს უკვე აღარ არის. მაგრამ უახლოეს რამდენიმე დღეში უკრაინის თავდაცვის ძალებს რაღაცა აქვთ დაგეგმილი. ამიტომ რუსებისთვის ცხელი დღეები იქნება. ამავე დროს ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ თავდაცვის ბიუჯეტის დეფიციტი 27 მილიარდ დოლარს შეადგენს და სწორედ ახლა სადღაც უნდა მოიძებნოს ეს ფული. ის ამბობს, რომ ყველა ეს ფული, რომელიც თავდაცვაზე იყო გათვალისწინებული, მათ შორის სამხედროების ხელფასებზე, ამოიწურა.
ამ ეტაპზე ეს ფული აღარ არის. ცალკე გაისმა გაფრთხილება ახალი პოტენციური საფრთხის შესახებ. თუ რუსეთი მიაღწევს თავის მიზნებს აღმოსავლეთში, პუტინმა გენერლებს დაუსვა ვადა. წლის ბოლომდე დაიკავონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დარჩენილი ნაწილი, მათ შორის კონსტანტინოვკა და სლავიანსკი. მაშინ მოსკოვს შეუძლია თავისი 300,000 ეხლად მობილიზებული სამხედრო სხვა მიმართულებებზე გადაიყვანოს. მათ შორის თეორიული შეტევა ბრიანსკის ოლქიდან ჩერნიგოვისა და კიევის ოლქების მიმართულებით. ჯერჯერობით ბრიანსკში რუსული ჯარები კონცენტრირებული არ არის, მაგრამ უკრაინის დაზვერვა საზღვრის გასწვრივ ტექნიკას აკვირდება. და სწორედ ამ განცხადებებთან სინქრონულად დღეს კიევში გაიმართა ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის რვიანის სამიტი. ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის 8 ქვეყნის ლიდერები არიან: დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი. ისინი ჩამოვიდნენ, რათა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება განეხილათ. სამიტი კონცენტრირებულია ევროპული პოტენციალის განვითარებაზე, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ და გადამჭერი სისტემებისა და ანტიდრონული ტექნოლოგიების წარმოების დაჩქარებაზე. ეს სამიტი წინ უძღვოდა მსურველთა კოალიციის შეხვედრას, რომელიც ასევე დღეს გაიმართა. საინტერესოა, რომ მსურველთა კოალიციის სამიტის შემდეგ უკვე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსურველთა კოალიციის პირველი ერთობლივი სამხედრო წურთნები, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ხელმძღვანელობენ, ამ წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარდება. ანუ ეს უკვე ჩამოყალიბებული კოალიციური სამხედრო ძალებია და ისინი ერთობლივ კოორდინირებულ მოქმედებებს დაამუშავებენ. მან მოიხსენია მოსალოდნელი მანევრები, როდესაც საუბრობდა მოკავშირეების პრიორიტეტებზე უკრაინის მხარდაჭერაში და მისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე ომის დასრულების შემდეგ. და ესეც მიუთითებს მშვიდობის პროცესისთვის მზადების დაჩქარებაზე. ცალკე საკითხი ამ თემაში, რას ნიშნავს პრაქტიკაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის კონცეფცია? ანუ ჩვენ ცოტა ადრე განვიხილეთ, რომ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მხრიდან ჯარები გახყავთ და მათ შორის არსებული ზონა თავისუფალ ეკონომიკურ ზონად იწოდება. აი კიდევ დეკემბერში გასულ წელს ზელენსკიმ განაცხადა, ციტატა: თუ ჩვენ აქ შევქმნით თავისუფალ ეკონომიკურ ზონას და ის გულისხმობს პრაქტიკულად დემილიტარიზებულ ზონას, ანუ მძიმე შეიარაღება ამ ტერიტორიიდან გაიყვანება და მანძილი მაგალითად 40 კილომეტრი. ან შეიძლება იყოს 5, 10 ან 40 კილომეტრი. მაშინ თუ ეს ორი ქალაქი, კრამატორსკი და სლავიანსკი, ჩვენი თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, რუსებმა შესაბამისად უნდა გაიყვანონ თავიანთი ჯარები 5, 10 ან 40 კილომეტრით. ანუ პრინციპი სიმეტრიულია, ორივე მხარე ერთნაირ მანძილზე იხევს გარკვეული პირობითი ხაზიდან და მათ შორის რჩება ბუფერული ზონა მესამე ადმინისტრაციის ქვეშ. ზუსტად ამაზე საუბრობს ზელენსკი ახლაც, უკვე 8 თვის შემდეგ. როგორც ჯერ კიდევ აქტუალურ და განხილვად კონცეფციაზე. მან მაშინ გასული წლის დეკემბერში ასევე დაამატა, რომ ასეთი შეთანხმების ბედი თავად ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ. უკრაინელი ამომრჩევლები რეფერენდუმის გზით, რომლის ჩატარებასაც მინიმუმ 60 დღე სჭირდება და ზუსტად ამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს რეალური ზავი. ასე რომ არჩევნების საკითხი რეალურად ჯერჯერობით გადაიდო იმავე პროცესის იმედით, მაგრამ შესაძლოა ცოტა მოგვიანებით. აქ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.